ამ დღეებში ზეიმობენ არა მხოლოდ ოსი სეპარატისტები, ზეიმობენ აბსოლუტებიც. ქართველების გენოციდისა და გამოყრის 32 წლის თავს. აღლუმსაც ატარებენ რაღაც ჯინჯილებსაც დაკიდებენ აუცილებლად ვიღაცებს, სტუბრებსაც მოიწევენ რუსეთიდან, ცხინვალიდან იქნებ ნიკარაგუადანაც, რა ვიცი. ამ თემაზე რამდენიმე დღეში სპეციალურ გამოშვებასაც შემოგთავაზებ და ბევრი საინტერესო ამბავი გვექნება, რაც ან კარგად გვაქვს უკვე დავიწყებული, ან შეიძლება აქამდე არც გაგვიგია. ჩავთვალოთ, რომ ახლა სარეკლამო ტიზერს გაჩვენებთ. აი ამ მოკლე ვიდეოს. რა ოპერაციებში მონაწილეობდით? რას ესროდით? აეროპორტს ვესროდით კინდღს. ორი თვითმფრინავი გავანადგურეთ. ერთი ზღვაში ჩავარდა, მეორე ასაფრენ ზოლზე. ეს ხალხი აფხაზეთში გმირად ითვლება. ლეონის ორდენის კავალერები არიან, იმათი უმაღლესი ჯილდოსი. ახლა გასაგებია ესენი რისთვისაც დააჯილდოვეს, თვითმფრინავების ჩამოყრისთვის. რასაც მხოლოდ ქართველი მებრძოლები კი არა, სამოქალაქო პირებიც შეეწირნენ, მათ შორის უოლ-სტრიტისა და სხვა გამოცემების ჟურნალისტები. აი ეს ხალხი დღეს ამაყობს იმ ამბებით. ღია ტრაბახობს სეპარატისტული ტელევიზიის ეთერით. აბა რა სიტყვი ბორია? გონია ზუსტად ის კამპანიაა შეკრებილი, ვისაც სახელობით უნდა მოუხადო შენ ბუდიში, რა? აი როგორც გიყვარს ხოლმე ქართველთა მკვლელებისთვის ბუდიშის მოხდა. თუ ვინმე იმსახურებს, ესენი პირველ რიგში იმსახურებენ.